რეკლამის შემდეგ შოუ-თაიმი კინოათეულით ბრუნდება. ნახოთ იმ ფილმების ათეული, რომლებიც მიმდინარე კვირაში მაყურებლების ხმათა უმრავლესობითა და კინოკრიტიკოსების მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. მეათე ადგილზე გავიდა ფილმი სიყვარული და სხვა წამლები, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 53 წუთი, ჟანრი კომედია, მელოდრამა, გამოშვება 2010 წლის 4 ნოემბერი, რეჟისორი ედვარდ სვიკი, სტუდია Fox 28 Century, New Regency Pictures, როლებში გებრიელ მასლი, ჰენკა აზარია, ოლივერ პლატი, ჯეიკ ჯილენჰალი, ბიუჯეტი 30 მილიონი, ხოლო შემოსავალი 54 მილიონი $. მეცხრე ადგილს დაჯერდა ფილმი მაგარი არდადეგები, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 29 წუთი, ჟანრი კომედია, საშინელება, გამოშვება 2010 წლის 26 სექტემბერი, რეჟისორი ელი კრეიგი, სტუდია Eden Rock Media, ლუბილუ, როლებში ალან ტიუდიკი, ჩელან სიმონსი, ტაილერ ლებინი, ჯესი მოსი. მერვე ადგილზეა ფილმი ორიანი, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 19 წუთი, ჟანრი ტრილერი, საშინელება, გამოშვება 2010 წლის 27 აგვისტო, რეჟისორი იოჰანესი რობერტსი, სტუდია Gatlin Pictures, Black Rose, როლებში ლევიდ შოფილდი, ემა კლასბი, ელიზა ბენეტი, ფინლეი რობინსონი, ბიუჯეტი $1 მილიონი. ტოპ-ათეულების რეიტინგში მე-7 ადგილზე გავიდა ფილმი ყველაფერი საუკეთესო, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 51 წუთი, ჟანრი დრამა, დეტექტივი, ტრილერი, გამოშვება 2010 წლის 5 ნოემბერი, რეჟისორი ენდრიუ იარეკი, სტუდია Groundswell Productions, Hit the Ground Running ფილმსი, როლებში ქირსტენ დანსტი, რაიან გოსლინგი, ფილიპ ბეიკერ ჰოლი, ფრენკ ლანგელა, ბიუჯეტი $20 მილიონი. მეექვსე ადგილის ფლობელი გახდა ფილმი ნარნიის ქრონიკები აისის დამორჩილებელი, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 52 წუთი, ჟანრი ფანტასტიკა, სათავგადასავლო, გამოშვება 2010 წლის 2 დეკემბერი, რეჟისორი მაიკლ ეპტედი, სტუდია Woodland Media, Fox 8 Century, როლებში საიმონ პეგი, სქანტარ კეინსი, ჯორჯი ენლი, ბენ ბარნსი, ბიუჯეტი $155 მილიონი, ხოლო შემოსავალი $297 მილიონი ამერიკული $. მეხუთე ადგილზე გავიდა ფილმი ცხოვრება ისეთი როგორიცაა სინამდვილეში, ქრონომეტრაჟი 1 საათი 52 წუთი, ჟანრი დრამა, კომედია, გამოშვება 2010 წლის 2 ოქტომბერი, რეჟისორი გრეგ ბერლანდი, სტუდია Village Roadshow Pictures, Gold Circle ფილმსი, როლებში ჯოშ ლუკასი, კეთრინ ჰეიგლი, ჯოშ დიუამელი, ხეის მაკარტური, ბიუჯეტი $38 მილიონი, ხოლო შემოსავალი $96 მილიონი. მეოთხე ადგილის ფლობელი გახდა ფილმი სუბმარინო, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 45 წუთი, ჟანრი დრამა, გამოშვება 2010 წლის 13 თებერვალი, რეჟისორი ტომას ვინტერბერგი, სტუდია Nordics Film and TV Pond, TV2, დენმარკი, როლებში იაკობ სტედერბერი, პიტერ პლაუგბორგი, გუსტავ ფიშე კიურილფი, პატრიცია შუმანი. კინოკრიტიკოსების მოვლენილობის მიუხედავად მესამე ადგილზეა ფილმი ჯეკი საცურაოდ მიემგზავრება, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 29 წუთი, ჟანრი კომედია, მელოდრამა, გამოშვება 2010 წლის 23 იანვარი, რეჟისორი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, სტუდია Big Pitch ფილმსი, Cooperstown Productions, როლებში ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, ჯონ ორტიზი, ტომას მაკკარტი, ლოლო გრაუდინი. მეორე ადგილის ფლობელი კი ფილმი Sherlock Holmes-ი გახდა, ქრონომეტრაჟი 2 საათი და 8 წუთი, ჟანრი დრამა, დეტექტივი, სათავგადასავლო ტრილერი, გამოშვება 2009 წლის 24 დეკემბერი, რეჟისორი გაი რიჩი, სტუდია Village Roadshow Pictures, Silver Pictures, როლებში რობერტ დაუნინგ უმცროსი, ჯუდ ლოუ, რეიჩელ მაგადამსი, უილიამ ჰოუპი, ბიუჯეტი 90 მილიონი, ხოლო შემოსავალი $348 მილიონი ამერიკული $. და პირველი ადგილის ფლობელი გახდა ფილმი სიცოცხლეს ზღვარს მიღმა, ქრონომეტრაჟი 1 საათი და 54 წუთი, ჟანრი დრამა, დეტექტივი, ტრილერი, გამოშვება 2010 წლის 2 დეკემბერი, რეჟისორი აგნეშკა ვოიტოვიჩი ვოსლო, სტუდია Flash Pictures, Liliu Productions, როლებში ქრისტინა რიჩი, ჯასტინ ლონგი, ლაიმ ნისონი, ჯულერ ჰენსლი, ბიუჯეტი $4 მილიონი. კინოტოპ-ათეულის შემდეგ ნახოთ მუსიკალური ხუთეული. ამ რუბრიკას კი ჩემი კოლეგა აკო ანდღოლაძე წარმოგიდგენს.
Billboard-ის ხელი ასეულის მეხუთე პოზიციაზე მომღერალი Rihanna გავიდა ახალი სიმღერით What's My Name. ვინც Showtime-ის პირველ გადაცემას უყურა, კარგად ემახსოვრება, რომ გასულ კვირას მისი კომპოზიცია Only Girl მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ნამუშევარი იყო, თუმცა იგი დღეს ხუთეულიდან საერთოდ გაქრა. ესპანელი მომღერალი სუსტის კესის გულთამყრობელი Enrique Iglesias-ის სიმღერით Tonight მეოთხე პოზიციაზეა. Black and White ეს ის სიმღერა, რომელსაც Wiz Khalifa ასრულებს და იგი Billboard-ის ხელი ასეულის მესამე პოზიციაზეა. Katy Perry-ის ყველაზე ფეერვერკულმა სიმღერამ Firework უკანასკნელი 7 დღის მანძილზე 3 საფეხურით აიწია. ხმების უმრავლესობით Billboard-ის ხელი ასეულის პირველ პოზიციაზე კი Bruno Mars-ის გამანადგურებელი ნამუშევარი Grenade გავიდა. Why were they open? Gave you all I had and you tossed it in the trash. You tossed it in the trash. ტოპ-10-ისა და მუსიკალური 5-ეულის შემდეგ კი ნახოთ მსოფლიო პრემიერა. თქვენ ახლა ნახავთ იმ ფილმის ტრეილერსა და მოკლე ისტორიას, რომელმაც მთელ პლანეტაზე ატომური მასშტაბის ხმაური გამოიწვია. მოგესალმებით. რაც შეეხება რუბრიკა პრემიერას, ამ კვირაში საკმაოდ ხმაურიანია, რადგან ის ერთ მეტად სკანდალური სიუჟეტის მქონე ფილმის შესახებ მოგვითხრობს. დღევანდელ გადაცემაში მე წარმოგიდგენთ ფილმს სექსზე მეტი, რომელმაც მთელს კინოსამყაროში კინოკრიტიკოსების განსაკუთრებული ინტერესი და რელიგიური გაერთიანებების აღშფოთება გამოიწვია. ფილმი სექსზე მეტი რომანტიული კომედია ქალებსა და კაცებზე, რომელთაც უადვილდებათ ერთმანეთთან სექსუალური კავშირის დამყარება, მაგრამ ძნელად აღწევენ ემოციონალურ სიახლოვეს. თავარ გმირებს მხოლოდ სექსუალური ურთიერთობები აკავშირებთ. თანდათან ისინი ხვდებიან, რომ ფიზიოლოგიური ინსტინქტებთან ერთად რაღაც სხვა გრძნობაც იღვიძებს. ქრონომეტრაჟი 1 საათი და 40 წუთი, ჟანრი კომედია მელოდრამა, გამოშვება 2011 წლის 21 იანვარი, რეჟისორი ივან რაიტმენი, სტუდია Paramount Pictures-ის Spyglass Entertainment-ი, როლებში ქერი ვისი ეშტონ კაჩერი, კევინ კლაინი, ნატალი პორტმანი, ბიუჯეტი 25 მილიონი, ხოლო შემოსავალი 20 მილიონი ამერიკული დოლარი. მე იმედი მაქვს, რომ ქართულ მაყურებლებს მალე ექნებათ ამ ფილმის ნახვის საშუალება და შემდგომი შეფასებების შესახებ ჩვენს მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ. დროებით. და რუბრიკა პრემიერის შემდეგ ნახოთ ჰოლივუდის ისტორია. ამ რუბრიკას კი ჩემი კოლეგა ანი ონიანი წარმოგვიდგენს. ჰოლივუდი უბანია ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დაუნთაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინოსტუდიებთან და ვარსკვლავებთან სიტყვა ჰოლივუდი ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეობით კინოინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები, როგორიცაა სამონტაჟო ეფექტების, პოსტ-წარმოების და განათების კომპანიები ჰოლივუდში რჩება. ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება. ისინი ასევე მასპინძლობს კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. ის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი. იმის და მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია. მეორე გადაცემა ამით დასრულებულია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული და მომზადებული ინფორმაციები თქვენს მოწონებას დაიმსახურებს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გადაცემის ანალოგი დღეს ქართულ ტელესემსში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არსებობს. თუ კი რაიმე შენიშვნებიან უკეთესი იდეები გაქვთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მოგწეროთ სოციალურ ქსელებზე. დღეს დაგემშვიდობებით და ამ ვირტუალურ სტუდიაში ზუსტად ერთ კვირაში დაგიბრუნდებით. კარგად.